ერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე დაიწყებენ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეთებას. ჩვენ ვადგივართ ძნელ, მაგრამ სიმტკიცის ბრძოლას. სხვა ბრძოლაში ლევან გაჩეჩილაძე არ გამოგადგებათ ხალხო. არ შემიძლია მე ქართველის მოკვლა მიხეილ სააკაშვილის გამო. ჩვენ გვაქვს ზღვარი ცხელ ტყვიასა და მოთმინებას შორის. მითხარით თუ ვინმე არის ცხელი ტყვიების მომხრე და სიამოვნებით დაუთმობ ამ ტრიბუნას და ერთ ჯარისკაცად გავყვები. არ შემიძლია გაიგეთ ხალხო. არ შემიძლია. რაც შეეხება მოქმედებები აუცილებლად იქნება გემუდარები ეს რამეს მოვიქნებით ესეთი სულმოკლეები და მოვიქნებით ეჭვიანები 5-6 ხაზიდან გამოსულ ხალხს მუდაუჯერებ და 10 წუთში აზრს ნუ შევიცვლით ხალხო. სამი სტადიიდან რო გამოვედი მართლა გეუბნებით ვიღამ ჩამქოლა ხალხმა. იბედო ჩამქოლეთ ამის პრობლემა არ ამაქვს. მაგრამ გონია რომ არაფერი არ გამიგებია ისეთი რომ მეთქე ჯამქოლოთ. ნამდვილად ბოლომდე მინდა თქვენთან ერთად ბრძოლა და ამ ბრძოლის ბოლომდე გატანა. მიხეილ სააკაშვილს უნდა ცოდნოდა რომ ოპოზიცია ამდენი ხანი სიტუაციის დაბარასებას ვერ შეძლება. ეხლა სიტუაციას მართავს ქართული ხალხი. ეხლა სიტუაციას მართავს გითხარით აი ამ ლიდერების შემდეგ ერთ-ერთი ბოლო